პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის საოკუპაციო ხაზი, ხშირად ხმარობენ, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული საზღვარი, ეს არის საოკუპაციო ხაზი. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, ამიტომ ამ ტერიტორიაზე ზოგადად გადაადგილის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მით უმეტეს ჟურნალისტს და მით უმეტეს ისეთ საკითხზე, როგორც არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ამ კულტურული მემკვიდრეობის განადგურება მიდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამიტომ სანამ საოკუპაციო რეჟიმი ამას ბიზნესად აქცევდა და ეს მიმდინარეობს დღევანდელ დღეს, თქვენ იცით დააწესეს გამოსასყიდი და ამის ფასად ხდება საქართველოს მოქალაქეების განთავისუფლება ბრჭყალებში. ეს ხდებოდა ლეკიანობის პერიოდში, ეს ხდება აფრიკაში მეკობრეების სახით და ამას აკეთებს რუსი ოკუპანტები, ამიტომ ამას სჭირდება მეტი ძალისხმევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ამას სჭირდება ამ საკითხების გადატანა საერთაშორისო დონეზე და არა კარასინ აბაშიძის დონეზე, რომლებიც არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ. ამიტომ ამას სჭირდება საერთაშორისო სასამართლოების გამოყენება, ამას სჭირდება მეტი საერთაშორისო კომპონენტი, იმიტომ რომ რუსეთთან, ოკუპანტთან ურთიერთობა პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფმა რესპუბლიკებმა, მაგალითად ბალტიისპირელებმა, გაარკვიეს მხოლოდ საერთაშორისო ინსტრუმენტების, ევროკავშირის და ნატოს მეშვეობით. სხვა მეთოდები არ არსებობს. მეორე არის საერთაშორისო სასამართლოების გამოყენება, თქვენ ხედავთ, რომ არც ერთი მიმართულებით მუშაობა არ ხდება და ამათ გონიათ, რომ რაღაც მოლაპარაკებების დონეზე გადაწყვეტენ ამ საკითხს. ამიტომ ეს იყო ფუნდამენტური შეცდომა მინიმუმ ამ ხელისუფლების, თუმცა ეს არ იყო მარტო შეცდომა, ეს იყო მათი პრორუსული პოლიტიკიდან გამომდინარე და შეგიძლიათ ნახოთ მათი წინა გამოსვლები გულისხმობ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როდესაც ყველაფერს, რაც მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აბრალებდნენ საქართველოს ხელისუფლებას. ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი, ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ დავესხით თავს მძინარე ცხინვალს, მეტიც მათ სიაში ეწერათ ადამიანი, რომელიც საქართველოს უჩიოდა ცხინვალის ომთან დაკავშირებით. ხაჭაპურიძე იყო ესეთი და მათ ყავთ სახელმწიფო მინისტრი და სხვადასხვა ადამიანები, გულისხმობ შერიგების მინისტრს, თუმცა ეს საერთოდ გაუგებრობაა, რომელიც ამ საკითხებში ადანაშაულებდა საქართველოს. მეტიც მათ შემოიტანეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, სადაც უნდოდათ, რომ საქართველოს საზღვრის დარღვევის შემთხვევაში გადაეხადა ადამიანს მხოლოდ 400 ლარიანი ჯარიმა. ამიტომ ეს არის ამ ხელისუფლების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ასე მართავდნენ ისინი ამ ხელისუფლებას. მაგრამ უკრაინაში მიმდინარე აგრესიამ და ოკუპაციამ, რომელიც მიმდინარეობს სოფლიო მასმედიის პირდაპირ ეთერში. როგორ ხდება ოკუპაცია, როგორ ხდება ანექსია და ჯერჯერობით ის სანქციები, რომელსაც ღებულობს საერთაშორისო საზოგადოება, ვერ უზრუნველყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და პრაქტიკულად უშინდელი დღიდან იქ მიმდინარეობს ომი რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასა და თავისუფალ დემოკრატიულ უკრაინას შორის, ამიტომ ეს ომი როგორც ჩანს გაგრძელდება, საბოლოო ცხადი ამას გადაყვება პუტინი და მისი ხელისუფლება, მაგრამ დღევანდელ დღეს უკრაინის დაცვის, სახელმწიფოებრივი დაცვის რეალური მექანიზმი დასავლეთს არ აქვს. მეორე მომენტი, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორ გადავრჩით და რა ძალისხმევა მოყვა ამას 2008 წელს, როდესაც ამხელა საერთაშორისო კომპონენტი არ იყო, აღქმა საერთაშორისო დონეზე არ ხდებოდა იმ დონეზე, რომელიც დღევანდელ დღეს არის და ჩვენ ყველამ ერთად გულისხმობ ხელისუფლებას, საზოგადოებას, ყველამ ერთად მოვახერხეთ ის, რომ შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა იმ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და არც ერთი სხვა დადებითი მაგალითი, როდესაც საბჭოთა კავშირმა ან ფაშისტურმა გერმანიამ მოინდომა ქვეყნის ოკუპაცია და ქვეყანა გადარჩა, არ არსებობს მხოლოდ საქართველოს მაგალითი და ამ კონტექსტში ის მაგალითი, რომელიც განიხილება გულისხმობ ფინეთის შემთხვევას, იმასთან შედარებით საქართველოს აქვს გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობა, რადგან ფინეთის შემთხვევაში ფინეთმა დაკარგა თავისი ტერიტორიის 10% საბოლოოდ და საქართველოს შემთხვევაში ეს არის 20% ოკუპირებული, რომლის დაბრუნების რეალური შანსი არსებობს და ეს აუცილებლად ესე მოხდება. ამიტომ ეს დასრულდება საბოლოოდ და ამას მოყვება ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, იქნება რეალურად დაცული. აი ეს არის ის, რაც ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით.
ესე იგი, როდესაც ოკუპანტი აგრძელებს ოკუპაციას, ანექსიას, ეთნოწმენდას, კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას, ასეთ დროს, ასეთი საუბარი სულ მინიმუმ არის არაკომპეტენტურობა. ამ დროს, როდესაც ლაპარაკობ, რომ არ აყვე პროვოკაციას, რა შემთხვევაში უნდა უპასუხო ოკუპანტს, თუ არა მაშინ, როდესაც ის ყოველდღიურად გადმოწევს საზღვარს. თუ არა მაშინ, როდესაც ის ანადგურებს იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურულ მემკვიდრეობას. თუ არა მაშინ, როდესაც იტაცებს შენს მოსახლეობას და ეს მან ბიზნესად აქცია. თან რეალურად იცი, რომ ამას აკეთებს იმისთვის, რომ შეცვალოს შენი ორიენტაცია ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. ამიტომ ეს უბრალოდ გაუგებარია. თქვენ ხშირად გახსოვთ, მოყავდათ მაგალითი და ადარებდნენ, აი ნახეთ უკრაინელებმა როგორ მოითმინეს რეალურად და ნახეთ როგორი შედეგია და დამივიღეთ შედეგი. მივიღეთ შედეგი, რომ ყირიმი არის ოკუპირებული, მივიღეთ შედეგი, რომ ეს ოკუპაციამ გადაინაცვლა დონეცკში და მაინც მოუწია კიევს იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მივიღეთ ჩვენ 2008 წლის აგვისტოს. და იმ პასუხით მივიღეთ ის, რომ რუსეთის რეგულარული არმია ეგრეთ წოდებულ სამშვიდობოებთან ერთად და ეს არის საერთაშორისო ნორმის დარღვევა, როდესაც სამშვიდობოები იბრძვიან, მივიღეთ ეს აი პირდაპირი ღია აგრესია. დღევანდელ დღეს რუსეთი რას აცხადებს უკრაინასთან მიმართებაში? ლაპარაკობს, რომ ის მისი მოქალაქეები არ არიან, ამ ფორმის და ამ ტანკების ყიდვა და ბტრ-ების მათ შეეძლოთ ნებისმიერ ადგილზე და ამას სათანადო რეაქცია საერთაშორისო დონეზე ვერ მოყვა და ამ ოკუპაციას, ანექსიას და რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დაშლას ისევ აგრძელებს. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში ამას ჭირდება მკაცრი რეაქცია, ვიცით რომ ოკუპირებული, ამას ჭირდება საუბარი იმაზე, რომ უნდა შესრულდეს სარკოზის, სააკაშვილის, მედვედევის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, ამას ჭირდება ის, რომ იგივე იუნესკო ჩაერთოს კულტურული მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ამას ჭირდება ის, რომ როდესაც შენი მოქალაქეების გატაცება ხდება, ნებისმიერ ასეთ გატაცებაზე უნდა არსებობდეს იურიდიული ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებს წაიღებს სტრასბურგის სასამართლოში, უნდა იყოს ამ საკითხების გადატანა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოებში და უნდა იყოს ყოველდღიურ რეჟიმში. მოთხოვნა დასავლეთისთვის, რომ დააჩქაროს ნატოში მაპის მინიჭება, დააჩქაროს ასოცირების ხელშეკრულება, ამის მაგივრად, როდესაც ამ კონტექსტში ობამამ არ ახსენა საქართველოს და ახსენა უკრაინასთან მიმართებაში, გამოვიდა ჩვენი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ დიახ, ეს პოზიცია სწორია. ამიტომ იმის მაგივრად, რომ ჩვენ დასავლეთს ყოველდღიურ რეჟიმში ვახსენებდეთ ჩვენ თავს, ხელისუფლება ლაპარაკობს თვითონ, რომ მას ეს არ ჭირდება, ხელისუფლება საუბრობს თვითონ, რომ ის უნდა იყოს მომლოდინე რეჟიმში და ამდაგვარი რამ 18-21 წლებში, ოღონდ ის ხელისუფლება გაცილებით უკეთესი იყო, გავიარეთ ერთხელ. აი ეს ხელისუფლება სწორედ ესე იქცეოდა, ამბობდა, რომ არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და დაშალა გვარდია. და ყავდა ისეთი 4 გენერალი, რომელიც მაგალითად ფინეთის არმიას ერთი ყავდა მანენგეიმი და არც დაესიზმრებოდა. შემდეგ თქვეს, რომ პროვოკაციას თბილისში არ უნდა წამოგებოდნენ, შემდეგ თქვეს ქუთაისში არ უნდა წამოგებოდნენ პროვოკაციას, შემდეგ თქვეს ბათუმში არ უნდა წამოგებოდნენ, პარიზში ამოყვეს თავი. ამიტომ ამას ჭირდება რეაქცია იმ დონეზე, რა შესაძლებლობებიც გაგდა. დღევანდელ დღეს ეს შესაძლებლობები არის საერთაშორისო კომპონენტი. ამ საერთაშორისო კომპონენტისთვის კარგ საფუძველს იძლევა უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ამიტომ შტურმით უნდა იქნეს აღებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საუბარი უნდა მიდიოდეს, აი დღევანდელი ფაქტით უნდა იყოს მსოფლიო მასმედია აჭრელებული, რომ აი ჟურნალისტებსაც იტაცებენ, კულტურული გენოციდი მიდის და ამ ფონზე ვითხოვთ ამას და ვითხოვთ ამას. აი ესეთი თანმიმდევრული გაწერილი პროგრამა უნდა კონდეს სულ მინიმუმ ევროინტეგრაციის სამინისტროს, რეინტეგრაციის სამინისტროს, შერიგების სამინისტრო ქვია, თუმცა ის მინისტრი რას გააკეთებს, მეცკომის სპეციალისტია და პლუს უნდა კონდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო. აი ამ კონტექსტში უნდა მიდიოდეს ყველაფერი და ამის მაგივრად ვღებულობთ აბსოლუტურად სხვას. მაგრამ მე მეორეს ვამბობ, რომ აქ არ არის მარტო არაკომპეტენტურობის პრობლემა. აქ რეალურად არის, რომ ამ ხელისუფლებას სურს, რომ იყოს რუსეთთან ჭალებში ეგრეთ წოდებულ კონსტრუქციულ დიალოგში. ანუ დათმობის პოლიტიკას ახორციელებს. როგორ უნდა ამის გამოყენება? ეს უნდა შიდა დაპირისპირების მართვით. ეს არის პოლიტიკური დევნა და წარმოიდგინეთ, პირადად რონალდ ახალაიას საწინააღმდეგოდ მიიღეს კანონი რეალურად რა. თუ ამ ხნის განმავლობაში ეს კანონი კონსტიტუციაში წინააღმდეგობაში არ მოდიოდა, რატო გაჩნდა რომ დღევანდელ დღეს მოვიდა წინააღმდეგობაში?
არა იმიტომ რომ სპეციალურად ისეთი ადამიანები რომლებიც იგივე მისი შვილი ქმნიდა სამხედრო კომპლექსს თვითონ სამართლიანობის აღდგენით იგივე რაც ხდებოდა 91-დან 92-ში მხედრიონით სამეგრელოში აი ამის საწინააღმდეგოდ გამოდიოდა თვითონ როლან დახალაი ამიტომ ამ სიტუაციისთვის მიდის უკვე პიროვნებების განადგურება მეცაც გეტყვით კუდის ყოფილი უფროსი რომან შამათავა დაჭერილი არის ეგრეთ წოდებული ხურცის ტერაქტთან დაკავშირებით და მის წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა 6 კაცი რომელიც დღესაც მუშაობს შსს სტრუქტურებში. ხა ჭყალებში თუ დავეთანხმებით და სამართლიანობა, რასაც გვეუბნება პროკურატურა, რომ შამათავამ განახორციელა ამ ადამიანებთან ერთად ეს ტერაქტი, მაშინ საინტერესოა ეს 6 ადამიანი რატო რჩება თანამდებობას. მაგრამ შამათავა იყო ის ადამიანი, რომელიც საფხაზეთის ყუთს კურირებდა, მას ჰქონდა ინფორმაციები რა ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და სწორედ ასეთი ადამიანები უნდა ჩამოაშორონ დღევანდელ დღეს და ეს სუსი იქნება თუ სხვა სტრუქტურები დაკავებული არიან პოლიტიკური დევნით. აი ეს არის მთელი სტრუქტურა იმისთვის რომ უარი ითქვას ასოცირების ხელშეკრულებაზე, იმისთვის რომ ჩვენი ევროპული ორიენტაცია იქნეს შეცვლილი, აი ამას ემსახურება დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები. რატო ემსახურება? ამას იმიტომ ემსახურება რომ მათ მთელი მოსახლეობა უკვე წელიწად ნახევრის განმავლობაში ყავთ სიცრუეში, რასაც ლაპარაკობდნენ. ამყოფებენ სიცრუეში, არ ამყოფებენ სიცრუეში. აი მაშინ იქნებ თქვათ, იყო შეპირება 240 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით. სად არის? ეს პირველი წელი იყო, როდესაც პენსია არ გაიზარდა. იყო შეპირება, რომ 1 ლარი ბენზინიდან მიდიოდა სააკაშვილის ჯიბეში. სად არის ბენზინზე ფასმა კიდევ უფრო მოიმატა. იყო საუბარი, რომ ტარიფები გაზზე, შუქზე განახევრდებოდა. სად არის ეს განახევრებული ტარიფები? იყო საუბარი, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდებოდა. სად არის ეს სამუშაო ადგილები? სირდება ვალი აიღეს 1,5 მილიარდი, ბიუჯეტში ჰქონდა წინა წელს 1 მილიარდიანი გარღვევა, შეპირდნენ თუ არა იპოთეკარებს, რომ დაუკმაყოფილებდნენ საცხოვრებელი პირობების გამო იმ ვალებს, რომელიც ჰქონდათ. აი ამიტომ ლაპარაკობ. როგორ იქცევა ამ დროს ამათი მამადამარჩენალი, როგორ იქცევა და არის გაქცევის რეჟიმში. თქვენ ხო გახსოვთ რა ამბავი იყო ატეხილი მის პასპორტთან დაკავშირებით, გულისხმობ რეალურ მმართველს და მოქალაქე ივანიშვილს. ის ამბობდა რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეობა და ყველაფერს დათმობს ამის გულისთვის. ეს ხო ყავს მას თავისი იუსტიციის მინისტრი, რომელიც თვითონ ამბობს რომ ყველა ჭანჭიკი ადგილზე აქვს. შეიძლება მოჭერილი არა ეს ყველა ჭანჭიკი, მაგრამ ყველა ჭანჭიკი ხო ადგილზე აქვს, არა? თუ უთხრას ამ თავის იუსტიციის მინისტრს, რომელსაც ყველა ჭანჭიკი ადგილზე აქვს, რომ მისცეს მოქალაქეობა და გახდეს საქართველოს მოქალაქე. არა ის ყიდის ბიზნესებს და აპირებს გაქცევას საქართველოსთან და იმალება ტელეკამერების წინაშე. აი შეპირებები, რომელიც არსებობდა, ხო ჰაერში გაქრა. და მივიღეთ რაღაცა ისეთი კრიმინალური ტიპის სახელმწიფო, სადაც პრეზიდენტი ვერ ბედავს ვეტოს დადებას, იმიტომ რომ არ არის შეთანხმებული ივანიშვილთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ერთი თქმით ემორჩილება მოქალაქე ივანიშვილს, აი ესეთი კრიმინალური სახელმწიფო და რას გვედავებოდა ეს ხალხი? ეს გვედავებოდა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვასრულებდით დაუშვათ სააკაშვილის დავალებას. სააკაშვილის დავალებას თუ ვასრულებდით დაუშვათ, ერთი არ ვასრულებდით, მე ჩემ სტრუქტურაში არავინ არ კარნახობდა რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ თუ იყო ესე, ის იყო პრეზიდენტი და მოქალაქე ივანიშვილი პრეზიდენტს როგორ აძლევს ბრძანებებს, მოქალაქე ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს როგორ აძლევს ბრძანებებს და იმ ჯანყარაშვილთან დაკავშირებით ხო გახსოვთ ერთი ამბავი იყო ატეხილი, რომ ის არ არის მისი ნათესავი. ხო გაირკვა რომ მისი ნათესავი ყოფილა და ეხლა გაეცალა ეგრეთ წოდებულ პოლიტიკას იმის გამო და გვიხსნიან რაღაცები. ასევე გვიხსნიდნენ ფარცხალაძესთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. აი ამიტომ არის ეს რეალური მდგომარეობა, ამიტომ არის რომ რეალურად კრიზისი არსებობს და ამ კრიზისის გადაფარვისთვის მათ ჭირდებათ აი ესეთი სამოქალაქო დაპირისპირების ფონის შექმნა. მე მგონი ეს ერთ შემთხვევაში გარედან რო შევაფასოთ, ეს არის ჩვენთვის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც დიალოგის რეჟიმში ვიმყოფებით რუსეთთან, რომელიც არის აგრესორი ქვეყანა და შლის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უკრაინას ამ ფონზე უბრალოდ წარმოუდგენელია ამ პროცესში მონაწილეობა, როდესაც მთელი მსოფლიო აგრესორს ეძახის
და არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჰიტლერს, სტალინს და პუტინს არ არდარებს ერთმანეთს და ამასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ ჯერ კიდე 2000 წელს აი ამ ხაზის გავლებით, რომ პუტინი, ჰიტლერი და სტალინი იყო ერთი და იგივე. პირადად მე მაქვს გაკეთებული 17 დოკუმენტური ფილმი, ეს არის უნგრეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის, ფინეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, მოლდავეთის ოკუპაციის პირობები, როგორც ფაშისტური რეჟიმის მიერ, ასევე საბჭოთა რეჟიმის მიერ. აი ეს პარალელები არის საქართველოსთან შედარებული, ანუ ჩვენ უკვე 2000 წელს ვამბობდით აი ამ პარალელს, რომელსაც დღეს იგივე კლინტონი, სახელმწიფო მინისტრი, დღევანდელი ობამა, კანცლერი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი უკვე ამ თემებზე თვითონ საუბრობენ და ამ ფონზე წარმოიდგინეთ, რისი მომცემი იქნება ეს. ეს თუ ჭირდებოდათ იმისთვის, რომ აბაშიძეს ქონოდა სამსახური, მაშინ ჩვენ იქნებ შევაგროვოთ რაღაც თანხები, დაუნიშნოთ ამ კაცს ხელფასი, რომ არ წავიდეს ამისთვის ჩეხეთში და იყოს საქართველოში და სხვა როგორც ექსპერტმა აკეთოს საქმეები, აი ეს შეიძლება ამის გაკეთება, იმიტომ რომ ეს რეალურად არაფერ შედეგს არ იძლევა და არც მოგწევს რეალურად. ეს კაი თემაა. აი ერთ რამეს გეტყვით რა. აი თქვენ ხო ჟურნალისტები ვდანდებით რა. იქნებ ჭიკაიძეს მიუტანოთ თავისივე დაწერილი ინტერვიუ და მე არ გეუბნებით რომ ის ამას ზუსტად გიპასუხებს. თუ ამის წაკითხვა მოახერხა იგივე სიტყვებით რაც იქ წერია. მეო თქვენთან მოვალ და ბოდის მოვიდე. ეს ხო არა, ამ კონტექსტში თვითონ იგივე სიტყვებს თვითონ არა ამ თემაზე ვარ მე სხვა რამეს ვლაპარაკობ. ეს არის მის მიერ მომზადებული და არა პოლიტიკურ ნაწილზე, არა მე უშუალოდ თემას კი არ ვლაპარაკობ, როგორ მოხდა ამის. ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, იმიტომ რომ ამ კონტექსტზე მეც გეტყვით. როდესაც გამოიყენეს საბურავები, ამას კიევში იმიტომ იყენებდნენ, რომ აუხსნათ, ჭიკაიძე იქნებ გაუგზავნოთ მეორე წერილი, რომ ამას იმიტომ იყენებდნენ, იქ იყო ზამთარი, ციოდა და საბურავები ამისთვის ჭირდებოდა. და დღევანდელ დღეს საბურავების შეძენა და ამით სპეკულირება, ეს არის უბრალოდ უვიცობა და ამას არ უნდა აკეთებდეს მინისტრი, რომელიც საუბრობს, რომ მაგალითად საფრთხეს არ ელოდება რუსეთისგან და საფრთხეს ელოდება კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობისგან, რომელიც არის პროდასავლური ორიენტაციის და რომელმაც კარგად იცის რას ნიშნავს დღევანდელ დღეს ოდნავ მაინც არეულობის შეტანა საქართველოში. ამიტომ ლაპარაკობ, თორე ის კონტექსტი როგორ მოხდა და რანაირად ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. აი ამაზე ვსაუბრობ. ამიტომ რაც შეეხება ეროვნულ მოძრაობის შექმნას, ცხადია, რომ ეს პროცესი ნამდვილად ესე უნდა მიმდინარეობდეს, იმიტომ რომ არის სერიოზული პრობლემები და ის რაც ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში, რომ დაიქცა რეალურად ქართული სახელმწიფო, ამას ჭირდება ხელახლა პროცესების დაწყება. ვინც ამ პროცესში არა სამეგრელოში მეც გეტყვით, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ 19 აპრილის მიტინგის ინფორმაცია და 19 აპრილს სწორედ ამაზე იყო საუბარი წინა წელს 19 აპრილს საუბარი იყო, რომ უნდა შეიქმნას ძლავრი ეროვნული მოძრაობა, რომელიც საქართველოს დააბრუნებს თავის იმ კურსზე, რომელიც მას ჰქონდა არჩევა.